ჩვენ ამოვედით აქ, რათა პატივი მიიღოთ ქაქვსა შოლოყაშვილს, იმ გმირ ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე და თავისი ბრძოლიდან გამომდინარე დაიმკვიდრა ხალხში როგორც გმირის სახელი. როგორც მოგიხსენებათ, დღევანდელ დღეს 1921 წლის 25 თებერვალს დაეცა თბილისი. და ბოლშევიკური არმია შემოვიდა, რომელმაც გააუქმა საქართველოს დამოუკიდებლობა და გაუკეთა საქართველოს ანექსია. დღეს ტრაგიკური დღეა. დღეს ჩვენ ამოსულები ვართ თვალწინდის პანთეონზე, რომ პატივი ვცეთ იმ დროს მებრძოლ და დაღუპულ გმირებს. ჩვენ პატივი მივაგეთ ქაქვსა ჩოლოყაშვილის ხსოვნას, ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრების ბოლომდე ცხოვრობდა ამ სულისკვეთებით, რომ საქართველოს ოდესღაც აუცილებლად გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ ქართველები აუცილებლად გახდება ოდესღაც თავისუფალი და საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ჩვენ გადავწყვეტ. დღეს არ შეცვლილა არაფერი, რომ გავახილოთ თვალი და ვინახავთ ვისი ტანკები და სამხედრო ტექნიკა დგას ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აი ეს ყველაფერი დაწყებულია მის დროს 1921 წელს. და სიმბოლურია, ასე ვთქვათ, დღეს მივაგეთ პატივი მის ხსოვნას, ამოვედით მის საფლავზე ჩვენი ორგანიზაციის წევრები. იმედია, რომ ეს მებრძოლი ჟინი არასდროს არ ჩაკვდება ყოველთვის, სანამ არ მივიღებთ სრულ რეალურ დამოუკიდებლობას და ერთიან საქართველოს.